ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა პრაქტიკულად შეწყვეტილია და მხარდაჭერის მთავარ ადრესატად ევროკავშირი ქართველ ხალხს განიხილავს. ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ წევრი სახელმწიფოები იმ ნაბიჯებზე მსჯელობენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპული მომავლის რწმენას შეუნარჩუნებს. ამ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, კალასი საქართველოს სუვერენიტეტს ეჭქვეშ აყენებს. ხელისუფლებაში ასევე მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის ცალკეული წარმომადგენლები ქვეყანაში ევროსკეპტიკური განწყობების გაძლიერებას მიზანმიმართულად ცდილობენ. ამ თემაზე დღეს სალომე ჯაფარიძე მუშაობს და პოლიტიკურ მხარეთა შეფასებებზე სასაუბროდ ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. სალომე, გისმენთ. პირველ რიგში დავიწყოთ ახალი ინფორმაციით. ბრიუსელში სხდომა დასრულებულია, თუმცა ჯერჯერობით არ მოგვისმენია არც ერთი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, არც კაია კალასის მხრიდან შემაჯამებელი განცხადება, თუმცა ვიცით ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღო დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა ქვეყნებმა. ეს გადაწყვეტილებები კი მიმართულია ძირითადად უკრაინის გასაძლიერებლად, მოლდოვის გასაძლიერებლად, მათ შორის სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ახლო აღმოსავლეთს. თუმცა რა მოვისმინეთ ჩვენ დღეს საქართველოს შესახებ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააჟღერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და თქვა, რომ ამ შემთხვევაში უჭირთ დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს მოქალაქეებს. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა თავის მხრივ ბრიუსელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგის ამ შემთხვევაში, რომელმაც განმარტა, რომ რეალურად მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის სწორედ პარტია ქართული ოცნება, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნები ესაუბრონ სწორედ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ მთავრობას. შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილები არიან. ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა იმედი არ დაკარგოს. საქართველოს მთავრობას თუ არ დავილაპარაკებით, ცვლილებებს ვერ მივაღწევთ. ყოველთვის ვამბობთ, მათ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ჩვენ მათ არ დავილაპარაკებით, ცვლილებებს ვერ შევძლებთ. არ გვჭირდება მათთვის სწავლება, რადგან იციან წესები და იციან, რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები. ჩვენ არ გვჭირდება მათთვის თავს მოხვევა, ჩვენ უნდა შევთავაზოთ და ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ მოიგეს არჩევნები. მოგწონს ეს თუ არა ფაქტია. ჩვენ თუ არ დავილაპარაკებით, ქართველებს ვერასოდეს შევძლებთ გადაწყვეტილებების პოვნას. მათთან საუბრისას ჩემი შთაბეჭდილება ხანდახან კარგია, ხანდახან ცუდი. საკვანძო ინფრასტრუქტურა პორტების თვალსაზრისი და შავ ზღვაზე წვდომა ტექნიკური მომსახურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა რეგიონში არსებულ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ გზას. შესაბამისად, ჩვენი გზავნილები მკაფიო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია და ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადაიდგას. რითი პასუხობს თავის მხრივ პარტია ქართული ოცნება იმ შეფასებებს, რომელიც ეკუთვნოდათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, უფრო კონკრეტულად კი ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. პირველ რიგში ირაკლი კობახიძემ უპასუხა კალასის განცხადებას, თქვა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი არის ოკუპანტი და რუსეთი საქართველოს სუვერენულ მთლიანობას 20%-ის რაკურსით არ აღიარებს, კალასის დღევანდელმა განცხადებამ ამისი თქმით დაადასტურა ის, რომ მარია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს 100%-ით, რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გავრცელა განცხადება, უპასუხა ასევე დასავლელ პარტნიორებს და აღნიშნა, რომ თუ კი ევროკავშირს ნამდვილად სურდა საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების დალაგება, ამ შემთხვევაში სწორედ მათ ხელში იყო ბერკეტები, თუმცა ეს განცხადებები, რასაც ისმენს ქართული ოცნება, ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის განცხადებით არის ერთადერთი მანიშნებელი, რომ რეალურად ჩვენი დასავლელი პარტნიორები არათუ ალაგებენ ურთიერთობებს მმართველ პარტიასთან, არამედ თავდასხმით პასუხობენ თავის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს. გითქვამს, რომ არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე, არის კალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს დამოკიდებულება, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მძიმე
დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართული ხალხის ნებას და უპირისპირდება ქართული ხალხის ნებას და ქართულ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ ქალბატონ კალას ქართული ხალხი მივაჩნიათ უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმისი უნარიც კი არ აქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება შევარჩიოთ და ქალბატონი კალასის მეურვეობა გვჭირდება და ხელით უნდა გვატაროს ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს და აი ამ დონეზე ხედავს ქართული ხალხის სახელმწიფოებრიობას. ეს არის დიდი საფრთხე, როდესაც ევროკავშირს დღეს საგარეო ურთიერთობაში წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც აქვს ანტიდემოკრატიული აზროვნება. და სწორედ ამის გამო არის, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება. ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საუბრობდნენ შავი ზღვის აუზზე, უფრო კონკრეტულად კი ამ აუზის განვითარებაზე, უსაფრთხო დერეფნად ქცევაზე და ცხადია, რომ ამ საკითხს მოჰყვა შეფასებები მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველო მოიაზრებოდა როგორც ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა შავი ზღვის აუზში. ვიცით, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მიმდინარეობდა საუბარი, როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე შესაბამის ინსტიტუციებთან და როგორც ამბობენ ოპოზიციური პარტიები, ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ თუნდაც შავი ზღვის განვითარების რაკურსით საქართველოს გამხდარიყო ერთგვარად წამყვანი ქვეყანა იმ აუზში მყოფ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ახლაც არიან ჩართული აღნიშნულ პროცესებში, რაც შეეხება დამატებით განცხადებებს, გარდა იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ საქართველოს იზოლაციაში, აქვე ამბობენ იმასაც, რომ რეალურად მაშინ, როდესაც ქვეყანა იყო მოწინავე როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და მათ შორის უდიდესი პერსპექტივით, ამ შემთხვევაში მმართველმა პარტიამ მათი განცხადებით მოახერხა, რომ თუნდაც დღეს მინისტერიალზე რამდენიმეჯერ გაჟღერდა საქართველოს სახელი და ისიც მოხდა უარყოფით კონტექსტში. რეჟიმის ცვლილების გარდა საქართველოს ურთიერთობებს დასავლეთთან არ დაალაგებს არაფერი. რაც შეეხება სანქციებს, გარდაულად დასანქცირდება ადრე იქნება თუ გვიან. ანუ ეს ჩვენ არა გვაქვს ამაზე გავლენა. ქართული ოცნება არ თანამშრომლობს ევროკავშირთან. ქართულ ოცნებას არ სურს ევროკავშირი, ევროკავშირში გაწევრიანება, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ მათ წესების დაცვით უნდა ითამაშონ ის თამაში, რასაც პოლიტიკა ქვია და ისინი უნდა იყვნენ ანგარიშვალდებული საკუთარი ხალხის წინაშე. როდესაც შავ ზღვასთან დაკავშირებით არის განხილვა და საქართველო იქ არ არის წარმოადგენელი, გამომდინარე ქართული ოცნების მთავრობისგან და მისი ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კურსისგან. და მაშინ, როდესაც არც შუა დერეფნის დისკუსიებს აღარ ესწრება საქართველო ქართული ოცნების დამსახურებით, არც შავი ზღვის უსაფრთხოებას, არც მათ შორის ნატოს ანკარის სამიტს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ გრძელვადიანად აზიანებს ქართული ოცნება საქართველოს და მის ხალხს. ქართული ოცნებას მან არავინ არ დაუძახა. ამაზე უფრო მძიმე რა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, როცა აი მსგავს ფაქტებთან გვაქვს კავშირი, ხო? ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის და გააკეთებს, რომ საქართველო დარჩეს სრულად იზოლირებული დასავლეთისგან მარტო და რა თქმა უნდა მარტო პირისპირ რუსეთთან, იმიტომ რომ რუსეთი არ გამქრალა. ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნების მინისტერიალი უკვე დასრულებულია. ფაქტია, რომ კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ არ გამოსდით მათ კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, თუმცა ღია მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს მოქალაქეებს. აქვე მოვისმინეთ განცხადებები. მმართველი პარტია ამბობს, რომ კაია კალასის განცხადება მხოლოდ მოწმობს იმას, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნები პატივს არ სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს.